გამოშვებას ვიწყებთ თბილისში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევით ცოტა ხნის წინ სადგურის მოედანზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ზედა ნაწილი ჩამოინგრა. გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულია ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები, რამდენიმე ადამიანი ამ დრომდე ნანგრევების ქვეშ რჩება. კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბრიგადები და საპოლიციო ძალები არიან მობილიზებულები, მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა და საძიებო სამაშველო ღონისძიებები. გავრცელებული ცნობით კორპუსი, სადაც ნგრევა მოხდა, ავარიულ მდგომარეობაში იყო. მოამბის გადამღები ჯგუფის შემთხვევის ადგილზე მუშაობს. პირდაპირ ეთერში ვთავთ ჩვენ ჟურნალისტ მაკა ლაშხიას. მაკა, როგორი არის ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემები? თამთა თევდორე მღვდლის ქუჩაზე ვაგზლის ტერიტორიის მიმდებარედ ამ წუთებში მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მე ოპერატორს ვთხოვ ვანახოთ ის ფასადი, საიდანაც ჩამოინგრა ჭერის ფასადი, რომელიც არის საკმაოდ დიდი მოცულობის და რომელმაც მოიყოლა ადამიანები. როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ყვებიან, თავდაპირველად მათ გაიგეს ძლიერი ხმაური, რის შედეგადაც ადგილზე მისულებს დახვდათ ფასადი ჩამონგრეული. მათივე ინფორმაციით გადაადგილდებოდნენ ადამიანები და მათი ინფორმაციით რამდენიმე ადამიანია მოყოლილი ჩამონგრეული ფასადის ქვეშ. აქვე იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე, თბილისის მერი კახაკალაძე, საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე, რომელმაც გააკეთეს მედიასთან კომენტარი და გელა გელაძის ინფორმაციით ამ დროისთვის დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი ადამიანი არის ნანგრევების ქვეშ მოყოლილი და გარდაცვლილი, ხოლო ერთი ადამიანი გადაყვალინია კლინიკაში და ამ დროისთვის უტარდება მას სამედიცინო დახმარება და ის არის კონტაქტური, მისი ცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ალბათობა იმისა, რომ ნანგრევების ქვეშ არიან კიდე სხვა ადამიანები მოყოლილი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ არ არის გამორიცხული, როგორც უკვე გითხარით, ამ ეტაპზე ამ დროისთვისაც მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, რომლითაც მიმდინარეობს სამუშაოები. მე აქვე გეტყვით, რომ თბილისის მერის ინფორმაციით თბილისის მერიას ჰქონდა ინფორმაცია აღნიშნულ კორპუსთან დაკავშირებით, რომ ის იყო ავარიული, მიმდინარეობდა მოლაპარაკება ადგილობრივ მოსახლეობასთან, თუმცა როგორც თბილისის მერმა განაცხადა, სულ რამდენიმე ოჯახი დათანხმდა და რამდენიმე ოჯახი არის ამ ეტაპზე გაყვანილი ქირით. ამის მე გეტყვით, რომ იმისთვის რომ მოხდეს შენობის სრული დემონტაჟი და როგორც კახაკალაძემ განაცხადა, ეს არ ექვემდებარება რეაბილიტაციას და უნდა მოხდარიყო სრული დემონტაჟი შენობის. ამისთვის 100%-იანი თანხმობა იყო საჭირო. ჩვენ ვრჩებით ადგილზე, როგორც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, მიმდინარეობს სამუშაოები, სამაშველო სამუშაოები და მიმდინარეობს ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. თქვენ ახლა შეგიძლიათ მოისმინოთ ის კომენტარები, რომელიც ადგილზე ცოტა ხნის წინ გაკეთდა. შეტყობინებისთანავე ადგილზე გამოცხადდა სამაშველო სამსახური, შესაბამისი პოლიციური ძალები. გამოძიება მიმდინარეობს 240 მუხლით. ამ ეტაპზე რაც შემიძლია დაგიდასტუროს, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, utardeba სამედიცინო დახმარება. ამ ეტაპზე ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი. შესაბამისად, თუ ამას მოემატება რიცხვი, აუცილებლად უახლოეს პერიოდში გეტყვით. ისინაც მოვახდინეთ შემთხვევის ადგილიდან მოქალაქეთა ევაკუაცია, აგრეთვე აღნიშნული კორპუსიდან გამოვიყვანეთ ყველა მოქალაქე უსაფრთხოდ. ამ ეტაპზე პერიმეტრი შემოსაზღვრულია და ვიცავთ უსაფრთხოებას. რაც შეეხება ინფორმაციას გადაცვლილთა რაოდენობის შესახებ, დაზუსტებულად ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ვთხოვთ ყველას, რომ დავითვალოთ უსაფრთხო ზომები, გადმოულახავთ ამ პოლიციის ხაზს და გავემორჩილოთ პოლიციის ხაზს. კორპუს რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ იყო ავარიული. მეხუთე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ეს იწოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ. არაერთი შეხვედრა იქნა გამართული დიდუბის რაიონის გამგეობაში, რომელიც არის დაოქმებული. იყო გაკეთებული შეთავაზება, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ უზრუნველყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს, თუმცა სამწუხაროდ თქვენ იცით, რომ ასეთი ამ პროგრამის განხორციელება სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც სამწუხაროდ ჯერ ვერ იქნა მიღწეული. რამოდენიმე ოჯახი
რომელმაც განაცხადა თანხმობა, გაყვანილია ქირით. შემთხვევა თევდორე მღვდლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა, როგორც ადგილობრივები ყვებიან, თავდაპირველად მათ გაიგეს გრევის ხმა და ადგილზე მოსულს დახვდათ მდგომარეობა, რომ ჩამონგრეული იყო ფასადი და შიგ მოყოლილი იყვნენ ადამიანები. მე შემიძლია ჩემს მაყურებელს უთხრა, რომ იმ დროის განმავლობაში, რაც მოამბის გადამღები ჯგუფი მუშაობდა ადგილზე, ერთი ადამიანის ცხედარის ამოყვანა მოხდა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ამ წუთებშიც მიმდინარეობს სამაშველო სამძებრო სამუშაოები და არ არის გამორიცხული, რომ გაიზარდოს მსხვერპლი, როგორც ჩვენ ახლა კაცი ვხედავთ, სამაშველო ბრიგადები ემატებიან ადგილზე, ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით და მიმდინარეობს სამძებრო სამაშველო სამუშაოები, მოამბის გადამღები ჯგუფი რჩებით ადგილზე და ჩვენ განახლებური ინფორმაციით მომდევნო გამოშვების განმავლობაში დაგიბრუნდებით. მადლობა, ეს იყო მაკალაშხია და პირდაპირ ჩართვა სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ცოტა ხნის წინ კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით დაღუპულია ერთი ადამიანი, ერთი მოქალაქე კი კლინიკაშია გადაყვანილი.